მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ზუმრებო. თხოვთ კენჭი უყაროთ დღევანდელ დღის წესრიგს. დიდი მადლობა. დღეს განსახილებლად გვაქვს ორი საკითხი. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გაიმთავრების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქცია. გისმენთ ქალბატონი. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ნავთობის და გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტს. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მსოფლიოში გააქტიურებულია ტენდენცია ბუნებრივი წყალბადის რეგულირების საკითხების შემოღებასთან დაკავშირებით. დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება, ამიტომ შემოთავაზებაა, რომ ნავთობისა და გაზის კანონში მოხდეს იმპლემენტაცია ბუნებრივი წყალბადისაც, მისი რეგულირების წესების, მოპოვების, ინვესტორთან ურთიერთობის დარეგულირება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ეს ბუნებრივი წყალბადი, ასე ვთქვათ, ძველ საბადოებში და ბუდობებში თავისთავად წარმოიქმნება. შესაბამისად, კანონპროექტი აძლევს არსებულ ინვესტორებს იმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ უკვე მათზე გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მათ განახორციელონ ამ ბუნებრივი წყალბადის მოპოვება ნავთობთან და გაზთან ერთად. ასევე კანონპროექტი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ ახალი ინვესტორები შემოვიდნენ, ჩვეულებრივ გამოცხადდება კონკურსები, ტენდერები, ლიცენზიის მისაღებად, პირობები დაზუსტება ნავთობის და გაზის სააგენტოსთან, გაფორმდება შესაბამისი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები, სადაც სახელმწიფო თავის წილს, ასე ვთქვათ, ნავთობს, გაზს და წყალბადს დაიტოვებს, ხოლო ნაწილს კი ინვესტორი მიიღებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩვენ გვინდა დავეწიოთ მოწინავე ქვეყნებს და ეს რეგულაციები ამ ქვეყნებმა ბოლო პერიოდში 2020-დან 21-დან დაიწყეს, ავსტრალიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა მიიღო გარკვეული დირექტივები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გვინდა რომ ჩვენს კანონმდებლობაში რეგულირებული გქონდეს აღნიშნული საკითხი. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც კანონპროექტით არის წარმოდგენილი, ეს არის ნავთობის და გაზის კორპორაციის, რომელიც სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოა და ამ ურთიერთობებში ისედაც მონაწილეობს ნავთობის და გაზის ურთიერთობებში, როგორც ინვესტორი რომ გამოვიყვანოთ. კანონი დღეს მოქმედი რედაქცია იდეაში აძლევს ამის საშუალებას კორპორაციას, მაგრამ დეტალურად არ არის გაწერილი, რა შემთხვევაში არის ის ინვესტორი. აქედან გამომდინარე უფრო კონკრეტულად იქნება ეს გაწერილი და იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და კონკრეტული ბლოკები ნავთობის და გაზის მოპოვების იქნება თავისუფალი, განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტის სტატუსი მიენიჭება ასეთ ტერიტორიას და სახელმწიფო კომპანია ნავთობის და გაზის სააგენტო როგორც ინვესტორი მოიპოვებს ლიცენზიას ნავთობის და გაზის სააგენტოსთან გაფორმდება შესაბამისი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება და ის განახორციელებს უკვე სახელმწიფოს სახელით ამ მოპოვებას როგორც ნავთობის ასევე გაზის და ბუნებრივი წყალბადისაც. ასევე თამდევი ცვლილებებიდან მინდა გამოვყო მოსაკრებლების შესახებ კანონი, ვინაიდან რესურსი ახალია, ჩვენ ანალოგიით წავედით და 1000 კუბურ მეტრ გაზისთვის არის 2 ლარი მოსაკრებელი და იდენტურად არის შემოთავაზება, რომ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ წყალბადზეც 2 ლარი იყოს. მეორე შინაარსობრივი ცვლილება საერთაშორისო პაკეტში კანონპროექტი ეს არის რეგულირების საფასურის შესახებ კანონი. ბუნებრივ წყალბადზე ვფიქრობ წახალისების მიზნით, რომ 0 იყოს პირველ ეტაპზე ეს რეგულირების საფასური, ხოლო რაც შეეხება ძველ საფასურებს, რომელიც იყო 0, ეს არის ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა, იქნება 2 ლარი, გაზის გადამუშავება 0-ის მაგივრად იქნება 2 ლარი, ნავთობის გადამუშავება იქნება 1 ლარი და შემოიფარგლება წლიურად არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ ბიზნესთან და მათი თანხმობით იქნა, ასე ვთქვათ, ეს ტარიფები ბჭყალებში შემოთავაზებული. როგორც მოგეხსენებათ, ეს ნავთობის გადამუშავება ძალიან აქტუალურია, მსხვილი ობიექტები შენდება ქვეყანაში, დიდი ინვესტიციები ხორციელდება და შესაბამისად ეს არსებული პაკეტიც ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში.
ასოციაციის ფარგლებში თუ რა პლატფორმით იცით როგორ არის, ანუ ნავთობის და გაზის სექტორი, ანუ არის ასე ვთქვათ, კედან ერთი არის ცოტა მსხვილი დანარჩენი წვრილ-წვრილები. ამ 6 კომპანიასთან ვინც ოპერირებს და ვინც ქვეყანაში ამას აკეთებს, ყველასთან იქნა კონსულტაციები გავლილი ამ ისა რა ქვია რეგულირების საფასურთან დაკავშირებით. დაახლოებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ ეს ბუნებრივი წყალბადი იმდენად ახალი თემაა, რომ მოწინავე ქვეყნებსაც, ანუ ტრანსპორტირების თემები არის ჯერ დაულაგებელი როგორ და რანაირად. ეხლა მე არა ვარ ამის ექსპერტი და სპეციალისტი, ბატონი გოგა ტატიშვილი სპეციალურად წამოვიყვანე, რომ თუ იქნებოდა ტექნიკური კითხვები. ამ ეტაპისთვის ტრანსპორტირება, ანუ გაზთან შერევით ხდება, ისე ატრანსპორტირება. ანუ ბევრი რამე არის დასახვეწი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რესურსი ნელ-ნელა არსებობს ქვეყანაში და აქტუალური ხდება და ამიტომ არა მოგეთახმებით უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ხელის შეწყობა და უბრალოდ ან მონოდინო კონტექსტ რომ წამყვანი უცხოელი ოპერატორის შემოვა და ის დაიწყებს საქმიანობას თუ რა პერსპექტივა აქვს სპაინდერს მოგახსენებთ, მოგესალმებით. საქმე იმაშია, რომ ტექნოლოგიურად თითქმის ანალოგიურია როგორც კლასიკური ნავთობის და გაზის მოპოვება, მაგრამ ვინაიდან რესურსი ახალია, მხოლოდ დიდი კომპანიები ჩაერთვნენ ჯერ ამაში. ზუსტად ამის მოლოდინიც გვაქვს ჩვენ, მაგალითად ისეთი კომპანია, ავსტრიული კომპანია, როგორც OMV-ა უკვე აწარმოებს ამ ოპერაციებს, Total ფრანგული კომპანიაც ძალიან დაინტერესებულია ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ უკვე მათთან გვექნება ამ თემაზე საუბარი. რაც შეეხება ინვესტიციებს, ანალოგიებით თუ წავალთ, რაც ნავთობში და გაზში გვაქვს, საკმაოდ მაღალ ინვესტიციებზე ალაპარაკი, მაგალითად ერთი ჭაბურღილი, სადღაც 10-დან 20 მილიონ დოლარამდე ხმელეთზე იქნება და საჭირო იქნება 7-8 ჭაბურღილის გაბრუღვა თითო ფართობს. მადლობთ. მოგესალმებით. ტარიფები რაც ბრძანეთ, რაზეა დამოკიდებული? ანუ რა არის მისი საფუძველი? ეს არის რეგულირების საფასური, რაც მე ვთქვი, თორე მოსაკრებლების კანონში ავხსენი, რომ ანუ როგორც ბუნებრივ გაზზე, რადგან იდენტური რესურსია, რადგან 2 ლარია 1000 კუბურ მეტრზე, იგივენაირად იქნება წყალბადზეც 2 ლარი. და რაც შეეხება რეგულირების საფასურს, ეს არის ასე ვთქვათ, ნავთობის და გაზის ეროვნული სააგენტო არის რეგულატორი, ისეთივე როგორც მაგალითად სემეკია, ან კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისია, გასცემს ლიცენზიებს, ამ ლიცენზიებს კონტროლს უწევს, ანუ სამუშაოებს აკონტროლებს, ეს ლიცენზიანტები რას აკეთებენ, მონიტორინგს აკეთებს და ეს რეგულირების საფასური ფაქტურად არის ამის, ისა რა ქვია, საპირწონე. დიახ. უყურეთ, წიაღის სააგენტო არ ნავთობთან და გაზთან არა, ის ცალკე არის, ანუ ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის გარდა წიაღის სააგენტო დანარჩენ წიაღისეულზე გასცემს ლიცენზიებს. ეს მაინც ისტორიულად ენერგეტიკული ნაწილი იყო. ჩვენ ეს ამის მოკვლევაც გავაკეთეთ საერთაშორისო მასშტაბით. ანუ ყველა ქვეყანაში, სადაც ეს რეგულაციები 20-დან დაინერგა, ყველგან არა წიაღის სააგენტოს მსგავს სუბიექტში, არამედ ნავთობის და გაზის სააგენტოს მსგავს რეგულატორშია ეს ფუნქციები მოხვედრილი. რადგან გაზის მოპოვებაზე და ნავთობის მოპოვებაზე ლიცენზიას გასცემს ნავთობის და გაზის სააგენტო, აქედან გამომდინარე, ეს ხო მომყოლია ფაქტიურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველ უკვე გამოტუტულ და გამოშიგნულ ჭაბურღილებში იქნება დაგროვებული ეს რესურსი. ანუ უკვე ლიცენზიანტების ხელში არის ეს ჭაბურღილები, ან დაბრუნებულია და ხელახლა შეიძლება გაიცეს და იდენტური პროცედურით უნდა მოხდეს, რადგან თანმდევია რა, ასე ვთქვათ, შეიძლება სადაც გაზი არის, იქვე იყოს ეს ისიც რა ქვია, რესურსიც. ძალიან კარგი კომიტეტის ფარგლებში ჩვენ მივესალმებით ისეთ ინიციატივებს და ისეთ კანონპროექტებს, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი ეკონომიკის თანამედროვეობას, ინოვაციურ ტექნოლოგიების დანერგვას და მიმაჩნია განსაკუთრებით ეს, რასაც ეხება ენერგეტიკას, რომელიც პირდაპირ მიმბულია ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოებაზე, ქვეყნის კონკურენტულ ოპერატორობაზე, ენერგეტიკაში მსგავსი განპროექტები დიდი მხარდაჭერით არის ყოველთვის კომიტეტის ფარგლებში და ჩემი რეკომენდაცია რომ ხარ დაუჭიროთ აღნიშნულ განპროექტს. ხოთ დიდი მადლობა ქალბატონო წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით Total-ს ჩვენს ბაზარზე. მეორე საკითხი გახლავთ კოლეგებო, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გურამიშვილი. გთხოვთ ბატონო გისმენთ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივისცემლო დეპუტატებო. განსახილვად წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც გამომდინარეობს, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, საზღვაო კოდექსის ცვლილებიდან. როგორც მოგეხსენებათ, საზღვაო მიმართულებით ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი უწყება, ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საზღვაო აქტივობებს არეგულირებს. ერთი არის ჰიდროგრაფიის მიმართულებით, მეორე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც უფრო ფართო ფუნქციებით განისაზღვრება. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა გავაკეთოთ უფრო ჩვენს უწყებებში ოპტიმიზაცია და მივიღოთ უფრო ოპტიმალური შედეგი და ამაში მხარს გვიჭერს ასევე საერთაშორისო პრაქტიკა. გვინდა ეს ორი უწყება გავაერთიანოთ და ჰიდროგრაფიის სამსახურის ფუნქციები ასევე შევთავსოთ და შევწყათ ეს ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობით გვიწევს რამოდენიმე კანონში ცვლილება და საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის სადაც სანავიგაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციები არის გაწერილი ჰიდროგრაფიის სამსახურის ქვეშ, განისაზღვრება ამ ცვლილებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე აკვაკულტურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც გულისხმობს აკვაკულტურის შესახებ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-15 მუხლის პირველ პუნქტში შესაბამის დასკვნის გაცემულ უფლებამოსილ ორგანოს, ნაცვლად ჰიდროგრაფიის სამსახურისა განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ასევე საგადასახადო კოდექსში 172 მუხლის მე-4 ნაწილის ჟექვე პუნქტში მიეთითება, რომ ეს უფლებამოსილი ორგანო იქნება ნაცვლად ჰიდროგრაფიული სამსახურისა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. გთხოვთ მხარდაჭერას. კარგით კოლეგებო, კითხვები ხომ არ გაქვთ რა. გთხოვთ კენჭი უყაროთა აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობთ ბატონო პირიქით მადლობა და მადლობთ კოლეგებო, დღევანდელი კომიტეტის თომა ამით დასრულებულია.